გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში TED Talk ვიდეოს „რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს ჩვენება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ინიციატივით“ გაიმართა. ფილმში ამერიკელი მწერალი და ცნობილი ადვოკატი გვიამბობს საკუთარი ცხოვრების იმ პერიოდზე, როდესაც თავად იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ხსნის, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას დაამსხვრიოს სიჩუმე და გახდეს სოლიდარული. გურიის აგრობიზნეს ცენტრმა წარმოადგინა ფორუმ თეატრის სპექტაკლი ოჯახში ძალადობის თემაზე. სცენარის მიხედვით მსხვერპლი ხელს აფარებდა მოძალადე მეუღლეს, თუმცა საბოლოოდ ეს სიჩუმე დაირღვა და მოძალადემ შესაბამისი სასჯელი მიიღო. სპექტაკლის და ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც შეკრებილი საზოგადოება ერთხმად შეთანხმდა იმაზე, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე უნდა მოხდეს დროული რეაგირება და მსგავს ფაქტებზე გაჩუმება დანაშაულია. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს, რომელიც მიმართულია ძალადობის პრევენციაზე და საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლებაზე. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფორმა გამოხატვის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან ნათლად, მკაფიოდ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი საზოგადოების თითოეულ წევრამდე და ამ გზით ყველა სექტორის ჩართულობით ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში დავიცავთ ადამიანის უფლებებს და ქალთა უფლებებს ჩვენ საზოგადოებაში. ზოგადად თემა რო აქტუალურია, სტატისტიკამაც აჩვენა ჩვენ ქვეყანაში უკვე ამ წელიწადში 25 გარდაცვლილი ქალბატონი ძალიან ბევრია. შესაბამისად აუცილებელია რომ ამ თემასთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და დისკუსია გაიმართოს, რომ სხვა განსაკუთრებით მსხვერპლებმა დაიჯერონ, რომ ეს მარტო მათი პრობლემა არ არის და სხვა მათ შორის სხვა ქვეყნის ადამიანების პრობლემაცაა და აუცილებელია რომ დაიჯერონ, რომ მარტო არ არიან და არსებობს გზები მათი დახმარების. საერთოდ ეს თემა არის ძალიან მტკივნეული, ძალიან სენსიტიური და რაც მეტად იქნება საზოგადოებაში გაშუქებული ესეთ მსგავს თემებზე, სადაც საუბრები და საზოგადოება მეტად იქნება ჩართული, ვთვლი რომ მეტად სენსიტიური გახდება ყველა რგოლი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.